შვიდობის ახალხო. დილამშვიდობისა როგორ ვართ? როგორ გზანდებით? მე გუშინ მქონდა დიდი გორის ომის სახლში. რაღაცა კაი მოხდა, ნაწვის ხედავდით და აბა ისე როგორ. ხო და მოკლედ ესე. დღეს მაქვს ტოტალურად საყიდელი ელემენტები. ჩემს სასწორს დაუჯდა ელემენტი. ნაძვის ხესთან ერთად გამოვიღეს ბავშვის სათამაშო ნაძვის ხე, რომელიც მღეროდა და იმასაც ელემენტი აქვს დამჯდარი. კიდე რაღაცისთვის მინდოდა მესამე და ახლა არ მახსოვს. მოკლედ ელემენტები მაქვს საყიდელი ბევრი. ეს ბავშვის სათამაშო ხო არ არის. ისინია ჩაკეტილი, რომ ბავშვმა პირში არ ჩაიდოს. და ეს პატარა ვერ გავხსენე. ყველა უცადე რაც ქონდა ეგეთი მაგრამ. ოკეი. შედერე ლამაზითებია. ასე. ძალიან საზისხარად გრძნობ თავს. შიგნით აქ. ანუ ფიზიკურად არა. ის. ანუ ფიზიკურადაც ოღონდ ანუ ვიცახე რომ სულიერიდან მოდის. შაქარი 6 გრამი. ხოდა რაღაცა ისეთი. ისე ვარ ძალიან. აი როგორ გითხრათ. დაჭიმული რო ხარ და აი არაფერი რო არ გინდა და ახლა ეგეთები ხშირად იქნება, იმიტომ რომ ადრე რო სწავლობდი, მაშინაც ხშირად იყო და ჩემი ცხოვრების ცვალებადობა რაღაცისკენ სიარული რაღაცა რო იწყება. ყოველთვის ეს ხდება და თუ მაგალითად ვიღაცამ უნდა ისწავლოს და დახარჯოს ის დრო, მე გარდა იმისა რომ უნდა ვისწავლო და დავხარჯო დრო, თან აი ასეთ მდგომარეობაში უნდა ვისწავლო ძალიან რთულია. ეროვნულებით რომ ვემზადებოდი, მაშინაც ესე იყო. და მაშინ მომკლავდებოდი ამ ყველაფერს ჭამით. ახლა ჭამა ჩავხსენი. ეს ყველაფერი რო განიცადო, მას დრო უნდა, ანუ რა ჭამ, თითქოს იმ წუთას რა ხო ხდები, იმ წამს თითქოს ვერ გრძნობ. მაგრამ მე ისევ ცუდად ხარ. და აქ კიდე დაბლაგვება არ არის, მაგრამ დრო გჭირდება, რომ უბრალოდ განიცადო ეს გრძნობები. მისცე შენ თავს დრო. და ხშირად ჩვენ ეგ დრო არ გვაქვს. და ემოციური კვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეგ არის, რომ ადამიანი მუშაობს, სწავლობს და აქ დიდი ემოციები, რომელსაც ვერ უმკლავდება და სტრესი. და მე ამიტომ ჭამს. ხო და ამას თუ არ ვისწავლეთ ჩვენი გამკლავება, არაფერი არ უშველის სხვა გარდა გამკლავების სწავლისა. და ეს თომაც ესე გრძნობ თავს დღეს საშინლად. და რა მინდა რომ ვჭამო. გუშინ ვიყიდე შავი შოკოლადი. აი ეს არ ვიცი როგორი იქნება. ნუშით. ხუთას 56 კალორია აქვს. ამ ცხიმიანობა აქვს მაღალი. ნუშით არ არის. პროსტა შევენ როგორ მიყვარს ეს სუნი.
просто შევშევ. ეს ეხა შევამჩნიე, რომ იქ ნუში მეგონა და ეხა რომ შევხედე, მივხვდი, რომ ის არის. რა ქვია ამას? კაკაო. ამოვიდა ჩვენი ყავაც. 500 რამდენი ვთქვი? 46 რა უბედურება რა არის? აი, მოვაჩავიდეროთ. ხო, დანიბეკა ძახსთავი. დანიბე ძახსთავი. აჰ. ერთიც არის გოზინაღი, ცალკეულად ჩემი გაკეთებული. ერთ-ერთ საღამოს გავაკეთე, თქვენთან ერთად არ გამიკეთებ ესეთი. ბარს გავს. გოზინაღი 11. ოტომ გამაბრაზა. ცუდად იქცევა, ცუდი არ არის. აა. რამ შვიდობისა კიდევ ერთხელ. ჩემო ძვირფასებო. დაიღალა ხო? დაჭდა. აჰა, მე ფრინა. ჩერა მასე. ბიძი ბაბიძი ბუ. აჰა. შავი შოკოლადი მინდვა ესეთი კალორიული რომ მოგემერია. შაქარი კი აქვს ნაკლები, მაგრამ კაიაკი აქვს მე. მეტი კაკაო. ყავს მეთო. მეთაკაია. ხოლად კბილება მოკლედ ესე. ძალიან ცუდ ვიყავით ხელ. ჯერ ხო ვიცინებ ძალიან გვიან. ვიღვიძებ ადრე. დავემატე კიდე ერთი მეცადინეობა რა ძალიან მატკბობს და მახარებს, მაგრამ ღლის. გაუთავებლად ილანძღება მას მეც გაიგო. მე უნივერსიტეტში უნდა ჩავაბრო. ანუ აი არ ჩერდება და მიზეზი არსებობს ის, რომ თავისი არ შემდგარი ცხოვრება და მე კიდე ბედა ვიცხოვრო. ეს არის მიზეზი. და ეს სიცულვილი და ეს ბოხმა და მოდის და ანუ აღმეს არ ყვები მშვიდად ხარ, მაგრამ რაღაცა ზღვარი აქვს, მე ცუდად ხდები, ანუ აი შენში ხო გროვდება და ანუ არიცი ესა წაიღო, არიცი ამას რა უყო. არც გინდა რომ რამე თქვა, იმიტომ რომ თქვა გეშინია, იმიტომ რომ შენი თავის გეშინია, რომ ეს გამწარება რომ გამოვიდეს გარეთ. ძალიან მეშინია ხოლმე, რომ ჩემი თავი არ დავკარგო ძალიან. ყველაზე მეტად ეგ არის რაც ვერ წამართვა. და ეგეც რომ დავკარგო. ეს იგი ყველაფერს წამართმევს.
ამიტომ სულ ვიძახი. მე არასდროს არ ვიქნები მშობელი, ვინც შვილისთვის ყველაფერს გაიღებს. იმიტომ რომ ეს მშობელი მე ყველაფერს მოსთხოვს. სულს მოსთხოვს. ან ძალიან დიდი უნდა იყო, ძალიან დიდი უნდა იყო, ძალიან რთულია. უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ იცოდეთ, რომ ძალიან რთულ გზას გავდივართ და რომ ძალიან მიჭირს. ზოგჯერ მომენტებში, ან მე ვარ ადამიანი, რომელიც სახლშიც კი, ბავშვები იკა, ანუ ხვდები ხოლმე, რომ ვერ ხვდებიან. პინგვინი მუთელია, ბაია პინგვინი. კი, ბაია პინგვინი. დედა პინგვინი გინდა ზედა. დედა პინგვინი იხარია. So cute, huh? ოღონდ ის დავაპაუზოთ, კაი, ცოტა ხანი. დასატენია ესა. მოდი ამას ცოტა დავუწევ. პინგვინი კაცი. ბაია პინგვინი უნდა მოდი. ხო და ანუ მაგრამ მე რა იცი, მე თვითონ ვცდილობ, არავინ არ იცოდეს ჩემში რა ხდება. აი რომ მიწერან ხოლმე ადრე ძალიან მხიარული იყავიო. მაშინაც ძალიან ცუდად ვიყავი ხოლმე, უბრალოდ ვჭამდი. იმ წამს მშველოდა, მაგრამ რადგან ჭამა მარტო იმ წამს შველის, ანუ დოფამინი გამოიყოფა ტვინში. ვისაც არ ესმის როგორ შველისო, ეგრე შველის. ანუ დოფამინი გამოიყოფა სისხლში უცებ. ცუდად რო ხარ, დოფამინი დაცემულია. რაღაცით. შეიძლება საჭმელი იყოს, შეიძლება ვიღაცის მოსაწევი იყოს, ვიღაცის დასალევი იყოს, ვიღაცის თამაში იყოს. ანუ დოზა რომ მიიღებ, უცებ ზემოთ იწევს, მაგრამ საჭმელისგან მიღებული აწეული დოფამინი, როგორც კი ბოლოლუკმა ჩაყლება, მორჩა. ამიტომ მთელი დღე გინდა ჭამო, იმიტომ არიან თუ გინახავთ, აი ვიწონი 200 კილოგრამს და ეგეთ გადაცემებში ადამიანებს რომ მთელი ეს სუმინდა რომ ჭამო. და ეს არ არის შიმშილზე. ეს არის დოფამინი ისწავლა და მე მიიღო სამგზით. მაგაზე. ხა მე აი ეს არ გადამდის. აი ეხლა როცა მე გავასწორე ჩემი მდგომარეობა, აი ეს ხა არ გადამდის. მიუხედავად იმისა, რომ შიერი ვარ და უნდა ვიყო კიდეც, იმიტომ რომ დეფიციტში ვარ და ვიკლებ. ანუ აი აქ არის შეკრული და არ გადადის და ეს არის ნორმალური მდგომარეობა. მაგრამ ეს არის ნორმალური მდგომარეობა ადამიანისა, რომელიც ემოციებს უმკლავდება, ემოციების განცდით და არა ემოციების ჭამით. გეგონება გულმა მიიგრძნო, გუშინ გამოვიღე და გავიკეთე ესა. ჯვარი. აი ისე ცუდად ვიყავ, ისე აი აფექტამდე ვიყავი გუშინ საღამოს გეფიცებით ყველაფერს. თან ძალიან მეძინებოდა, ევამ შვედლს ეს დაიძინა, არ იძინებდა 3 საათი იყო. ხო და მე ეს რო არ იძინებდა, იმან იქიდან დაიწყო და აი მეთქი ხა მერთო გადამარჩინე. აი ამას ვეხვეწებოდი, რომ ხა მერთო უბრალოდ გადამარჩინე, რომ ჭუიდან არ გადავიდე და ეს ბრაზი გარეთ არ გამოვიდეს. და მე ავდექი და მოვახერხე. რომ ეს ყველაფერი თქვი. შევედი და ვუთხარი, რომ გიჟდები. და ეს გავაკეთე მაქსიმალურად ეკოლოგიურად. და ძალიან ვამაყობ ჩემი თავით. და აი როგორც კვამლი ისე გაიფანტა. აი ეს ჭამის სურვილი და ყველაფერი. მაგრამ ნახე, ძალიან რთულია. როცა შენახლებელ ადამიანს აქტებ აფექტით მდგომარეობაში და ხუფვისკენ ვიწყებ. და როცა ეს შენი შვილი ან ვინმე შვილის მაგვარია, დანაშაულია ეს. სულ ვეხვეწები, რომ ეს არ გამითენო ეგ დღე მეთქი, რომ მე თუ როდეს მე ეგეთი გავხდები, თუ მიწერია რომ ეგეთი გავხდები, პროსტა ეგ დღე არ გამითენო თქო. ჩემი შვილი ჭკუიდან გადადიოდეს ჩემ გამო. იმდენი პრობლემაა ამ ქვეყანად, იმდენი უბედურება.
ჩემთან ხო თავს შესაფარი უნდა ქონდეს. მე მიჩნდება ხოლმე ეს კითხვა, რომელიც ადრე მქონდა ხოლმე, რომ რატო ვარ ეგეთი. ერთის მხრივ ძალიან უბედურია ამ მხრივ. მშობლების მხრივ, ოჯახის მხრივ. რა დავაშავ წინა ცხოვრებაში ეგეთი. და მე პასუხი ის არის, რომ ალბათ იმიტომ, რომ შენ იყო კაი მშობელი. არ ვიცი. ახლა ძალიან მეხმარება ის, რომ თქვენ ამას გიზიარებთ. ამაზე საუბარი შემიძლია. ჩემს თავს რო ვაძლევ ამ თემაზე საუბრის უფლებას. იმიტომ რომ ხშირად ადამიანები ვისაც შეექცევიან, მე არ ვიტყვი მსხვერპლი, იმიტომ რომ მე მსხვერპლი არ ვარ. ისინი ირჩევენ, რომ გაჩვენდნენ. დაიმალონ. მაგრამ მე არც გავჩვენდები, არც დავიმალები. იმიტომ რომ მე მსხვერპლი არ ვარ. ვიღაცა შეიძლება უნდა რომ ვიყო, მაგრამ მე არ ვარ მსხვერპლი. მე ის ვარ. ისეთი ძლიერი ვარ. შეიძლება და ვინმე ყოფილიყო ჩემი მსხვერპლი, მაგრამ ჩემთვის საამაყო შემიძლია ვთქვა ისეთი ძლიერი ვარ, რომ არავის არ ვიქცევ მსხვერპლად. ეს არის ადამიანური სიძლიერე. თაკო? კი. კვირში ხარ? აუ გეხვეწები ეს გააჩუმერა და მე რომ მორჩები, წაიღე და შეაერთე დასატენად. ჩვენ ოთახში ოღონდ. ჰა? ხო. ჩვენ ოთახში ოღონდ, იმიტომ რომ აქ არ იტენებოდა თანადვის ხეანთია და ენთოს. გოგო, კაბაუტია. ნამაზია გოგო. გოგოა. კი დედა. ჩუჩია ლუეკა. ანუ თითქოს ჩემ თავს არ ვაძლევდი უფლებას, რომ მეგრძნო ფრაზი. მეგრძნო იცით რა, რომ მიღალატეს. რომ გულში დანაჩამოწყდეს. ჰა? არაფერი, აი იმას უყურებს. ჩემთვის ახლობელი ადამიანისგან ეს ღალატია. აი შენიანი რომ მოვა და დანას რო გაგიყრეს. ოღონდ ისეთ ადგილას რომ მალე კი არ მოკვდე. ჯერ გიყუროს. და თან დგას და გელაპარაკება იმაზე, როგორი კარგია. გელაპარაკება მორალზე. ანუ იქცევა სრულიად უღმერთოდ, სრულიად უმორალოდ, სრულიად არ ადამიანურად და გელაპარაკება მორალზე. სიწმინდეზე. და ძალიან ძლიერი უნდა იყო ადამიანების წმენა არ დაკარგო. მაგრამ მე მასეთი არ ვარ. მე იმიტომ არ ვკარგავ ადამიანების რწმენას, რომ ჩემში ცხოვრობს ღმერთი, ჩემში ცხოვრობს სიყვარული, მე ეგეთი არ ვარ. და მე თუ არ ვარ ეგეთი. სხვებიც არიან, ვინც ეგეთები არ არიან. და კი, სხვებიც არიან, ვინც ამას ბევრად უარესი არიან, მაგრამ ეგეც არ ვიცი. იმიტომ რომ ის საშინელ ქმედებებს, ვინც ჩადიან, ის ადამიანები უმეტესად უცხო ადამიანებთან ჩადიან და არ ახლობლებთან. ახლობლებთან რო ჩაიდიან ეგეთ რაღაცას, ის უფრო დიდი სისასტიკე გჭირდება.
ეს არ არის დემენციის ნიშნები. ყოველთვის იყო 40 წლისაც ესეთი იყო 25-საც. ვინც არ დაჯობი არც იცოდეთ. და ჩემ თავს არ ვაძლევდი ამ გრძნობების განცდის უფლებას, რომ არ მეკრძნო და არ მეფიქრა, რომ მღალატობენ, რომ მიმეტებენ, რომ ჭრილობაში მარილს მაყრიან, რომ ბრძულ ვარ. რაგანა ის რო არ ყვახარ? ნუ ყვახარ კიდე სასულხოა კიდევაც. არსებობს ეგეთი. და თითქოს იმდან არალეგალური იყო ეს, რომ არ მინდოდა ამის განცდა. და ვჭამდი. ჩემმა შინაგანმა იცოდა ეს ყველაფერი. და მე ჩემ თავს ამას ვუმალავდი. და ეს ისეთ შინაგან კონფლიქტს ქმნიდა ჩემში. ჩემი თავის წინაშე ვიცავდი. და ეს იმხელა კონფლიქტს ქმნიდა ჩემში, რომ მე მქონდა დეპრესია, მე ვიყავი ძალიან ცუდად. და ვიცინოდი, ვჭამდი. არ ვიმჩნევდი. და ეხლა ვდგება რამ ყველაფრის წინაშე. აღარ ვუმალავ ჩემ თავს, აღარ ვატყუებ. გულწრფელი ვარ ჩემი თავის წინაშე. ის ვარ, ვინც ვარ. და ვცდილობ, რომ გადავრჩე. მაგ ყველაფრის ფონზე ბრაზმა არ ამიტანოს, ბრაზმა ჩემი თავი არ დამაკარგინოს. კარგი დედა ვიყო. ჩემი საქმე ვაკეთო, ვიმეცადინო, ვიცხოვრო. აი ამ ყველაფრის ფონზე. ასე თუ ისე გამომდის და ამითი ვამაყობ. ჩემ თავს კვების მხრივაც ვიბრუნებ, იმიტომ რომ მე არ ვარ ის ნინი, ვინც ღრმა გრძნობებს ჭამიჩვენს. მე ის ნინი ვარ, ვინც იჯდება და იქვითინებს, იღრიალებს, იტირებს, გულს გაიგლეჯავს. ჩემი შინაგანი ნინი ესეთია, ჩემი ნამდვილი მე ეს არის. მე არ ვარ ის, ვინც გარბის და იმალება. მე ამას სისუსტის გამო არ ვაკეთებდი. მე ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ არ მიმეღო ის რეალობა, რაც მაქვს. სიყვარულის გამო ვაკეთებდი, რომ დამეცვა ჩემი თავის წინაშე ის ადამიანი, ვინც მე ამას მიკეთებს. მაგრამ ამასობაში ჩემ თავს ვღალატობდი. ამ ყველაფერს ვერ ვხვდებოდი. მაგრამ ეხლა ამ ყველაფერს ვხვდები. ამ ყველაფერს ვხვდები ჩემით. იმ გზით, რაც გავიარე, იმ ცოდნით, რაც მივიღე. და კი, მე დღესაც ვარ ფსიქოლოგი. და ეს ჩემშია, და ეს ჩემი ნაწილი. და ხვალ კიდე უკეთესი ვიქნები. მიყვარხარ ძალიან. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყავხარ. და ძალიან ბედნიერი ვარ. ისეთი ძლიერი რო ვარ, რომ აი ამაზე ხმამაღლა საუბარი შემიძლია თქვენს წინაშე. ყველა ჩვენგანში ღმერთია. და მე როცა თქვენს წინაშე მრავალი ადამიანის წინაშე ჩემს სულს ვაშიშვლებ და გაჩვენებთ. გეუბნებით. მე ამ დროს ღმერთი მხედავს ისაც იცის ეს ყველაფერი, მაგრამ მე ამ დროს ღმერთს ვიხსნი გულის გარს, როცა თქვენ გიხსნით. და იმათ, ვინც შეიძლება არიან ჩემ დღეში და ვერ ამბობენ. გამოსავალი არის. გამოსავალი ერთადერთია, სადაც არ უნდა იყო, შენ თავი არ დაკარგო. და ერთ დღესაც იმდენად ძლიერი გახდები, რო ადგე და შენ ცხოვრებაში წახვიდე. მე არ ვაპირებ, რომ ესე მივაგდო და მივატოვო. არა, მაგრამ ერთად არ ვიცხოვრებ. შეიძლება ერთ შენობაში ვიცხოვროთ, მაგრამ არა ერთ სახლში.
და ეს სწორი იქნება მისთვისაც და ჩემთვისაც, ჩემი შვილებისთვისაც. ბავშვები რო არა აქამდე ბევრჯერ ვიზავდი მაგას. ბავშვებთან ერთად ძნელია ძალიან. შენ არ ხარ მოქმედებაში თავისუფალი, როცა პატარა ბავშვები ყავს და მათზე ხარ პასუხისმგებელი. ვიცი რომ ბევრი დედა გამიგებს. ყველაფერი კარგად იქნება. თორე აქ დარჩა ადამიანად. თუ არა და მოკვდი. ანუ გულისხმობ თუ აქ შენ თავად არ დარჩი, შეიძლება ცოცხალი ხარ, მაგრამ მოკვდი. ანუ შეიძლება ვერც გიხვდები როდის მოკვდი. მე რა აქვს მნიშვნელობა ეწევის ვაოჭა. ზონა გაქარგა. შენი თუ მოკვდი всё. მოჭა. თუმცა კაი ისე რომ ამის გახვიძება შეიძლება. დაბრუნება შეიძლება. თავარი გვიან არ იყოს. იქნება ახლა შენ ადამიანებსაც მე არ გიცნობ. სიხარ და ამ ყველაფერს იმიტომ უსმენ. ჩემი ბაგებიან იქნება თავად ერთი გელაპარაკება. გზას გაჩვენებს. რომელიც ახლა გჭირდება. და გადაუყვაზე. გადასწრე უყარს კი. ჯერ ამის. რამე ბევრჯერ მქონია ეს. ადამიანის პირიდან, წიგნიდან. მინადე. ახავდა. ზემი. გავიგე და მოგიდა. ზე. გავიგე. მოგარა. მოიწა. უნდა ხოლმე ნამცხვარის გავიგეთ. მაგრამ არ მინდოდა ახლა ეს მინდა. ფუქი. მოყარხათ. ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფრიდან არის გამოსავალი სანამ შენ თავის ერთგული ხარ და იბრძვი. ყველაფრიდან და ეს არ დაგავწყდეს. და ლაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. მოყარხათ. ამა